ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ტექნიკურად, მორალურად და ფინანსურად და Ford dealer. Ford dealer ასაკეთებს, მანქანებს აკეთებს. და ძალიან მაგარი მოგოქეს USA to Georgia საბრიძეთან დაიწყეს ტვირთების შავმდა. გამარჯობათ მეგობრებო, გამოწერება კარგი ხალხი. გამარჯობათ. მოკლედ მე და ბატონმა წავითმო ვიერეთ და კახეთში ჩამოვედით. ალაზანზე გვინდა ვითევზაოთ. აი რამ ხელა ისა აქ. რა ქვია მას არ ვიცი, დიდი რუსულად არის საჩუქი. ალაზანი გამოიყურება აი ესე. არაფერი. ქვემოთ ალაგ-ალაგ ხალხიცა თევზაობს. ქვემოთ ხალხიცა თევზაობს. იქნებ ჩვენს ბედმა გაგვიღიმოს რა. ამბობენ შამაი არისო. კალმახი არის. კალმახია. ყვარზე ვარ მიჩეული თევზაობას და ქართლის მდინარეები სუიც არის, რიყიანი აქვს, ლამი არის, ქვიშაა რა. ხონდა ჩავალთ ეხლა თევზაობას დავიწყებ და მერე თუ რამე მოვინადირეთ. მაგასაც განა. აი ჩავდით ბატონო და წამოდი. აი აქ დავბანაკდეთ. აჰა. შენი ერთ თევზაო. ეხლა ჩვენ ტივტივად ვერ ვიწევზავთ. შენ პირველად თევზაო ალაზანზე. ალაზანზე ბადის მითევზავია, ანკის არ მითევზავია. არც ბადის არ მითევზავია. შენ საერთოდ პირველად ახარ ალაზანზე. კაი ეს დადე, თუ თევზი მოება გამოატეხეთ. მოკლედ ეხლა თევზაობას დავიწყებ და ვნახოთ რა გამოგვივა. ნახოთ. მოკლედ მეგობრებო, ალაზანზე ვზივართ. ერთი საათი იქნება ბატონო დავით? არა. თუგი? 40 წუთი იქნება რა. ეხლა არის 17 საათი და 18 წუთი. რავი, როგორც ვიცი, ეხლა მზიათან მაგრა ცხელა 40 გრადუსი ცხია ალაზანზე. ხო და თევზის შტერი ხო არ არის რა, ალბათ რაღაცა სიცხეში ერიდება. საღამოთი გამოვლენო, საღამოთი სამოგევთ აქ ალაზანზე კოღოით სიმიზე დავატირი რა, ძალიან მაგარი. არამ სიცხეები როა ამომშრალი აქეთ-იქ ჭაობებიო და წეს არ უნდა იყოს. თან მერე კოღო წყალს ხო ეტანება და თევზიც ალბათ მაგამ ბავში მოძრაობსო შეჭახა. მე არა ვარ მაგარი მეთევზე, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმჯეროთ თუ კოღო გამოდის, თევზის მაგდროსთან გამოდიესო კოღო ჭამოს. თეთრი ჭია ყავს, ვიყიდეთ, წითელი ჭია ყავს და მატლები ყავს, მაშინ დავიჭირეთ რა ქვია. ნაკელში. ნაკელში, ხო, ნაკელის აი რავი. ერთი ცალი შამაია დავიჭერთ 40 წუთში. ვნახოთ, აბა თუ წამოიღო, მერე გადავიღებ და გაჩვენეთ როგორი პონტი იქნება. მე ვეცდები რომ ყველა. ბიჭო, რას აკეთებ? რას აკეთებ? მოდი ახ, მოდი დაანე მაგას თავი. აი ეს ნევსკავია იღე. დააფურთხე. რა? მატლს დააფურთხე, მატლს. რა? მიდი. აი გაუშველი. საერთოდ როცა ბებერიმეებისგან გამიგონია მეთევზეებისგან რა თევზი როცა არ მოდისო იმასო დააფურთხო რა. მოკლედ ეს ალაზნის თევზი რაღაცა ან სწორედ ვერ შევარჩიეთ დრო. აჰა. აბა ეხლა მოდი თევზო დიდო და პატარა. დაველოთ. უფრო დიდო. მიდი. ცოტა დაბლა დაუწი ანკეს, მიდი. და სწრაფად ატრიალე. ვერ შრები? შვები. მოდი. ნელა, მოდი. არა. მოდი ამოი. მოგატყუა. ოხ შენი დედავატი. შენ ერთი ის გქონდა წაბული. შეჭამა, ხო? მაგრა დაარტყა და.
სამწუხაროდ აი შემიჭამა რა. აი მატლიც ბოლომდე მქონდა აცმული და გამომივარდა შობელძაღლი. კაი. თავიდან უცადოდ ბეთი. მოკლედ მეგობრებო. აი როგორ თქვა ჩვენ და სამარცხინოთ მეთქი ბატონო დავით მოდი ახლა ლოკო ესა ისაო მაგრამ პირველ დღეს საერთოდ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ არა თუ ჩვენ ვერ დავიჭირეთ აღმა დაღმეთ 3-4 კილომეტრი დაბლა ჩავყევი და ზემოთ ამოვყევით მაგრამ იმ ერთი საწოდავში მაინც გადა ვერაფერი ვერ შევიფყარეთ ასე რომ ჩვენ არ დავნებდებით ამაღამ დავჭებით, ბანაკს დავცემთ სადმე, კარავი წამოღებული გვაქვს. რატომ მე ვღაუჭები? ხო და ავი, ვინც მეთევზებიათ, იცით რა, ზოგჯერ ხანდახან სავსე აკვარიუმში რო ჩაკიდოთ, ისა რა ქვია, ანკესი იქ არაფერი არ მოყვება და ხდება ხოლმე ერთხელ ძალიან მაგარ მეთევზეებს საყვი, პროფესიონალებს და ვერაფერი ვერ დაიჭირეთ. ჩვენზე კეთი იაღლიში გავიგორდა, მაგრამ ეხლა ჩვენ წავალ სხვაგან და ეხლა იქავთ თევზაობას. ხვალე ისევ დავესხათ თავს ალაზანს. თევზები ხტუნაობენ ეს. აი როგორ შევაგინო რა. სადა. ბიჭო აი რავი რომ თევზავდით ხტუნაობდნენ რა. რო ხტუნაობთ თურმე ცუდი ყოფილა, იცი რატო? წყალში ჟანგბადი არ არის. და თევზი იმიტომ ხტება ზემოთ. ჟანგბადი რო არ იმას რა ეჭმევინება ვაფშე ფეხებზე კიდია ალბათ რა. ასე რომ შენეგით რამები დაიმახსოვრე. მის მეთევზები ხართ გაგვიგებთ რა ხო ყოფილა წასულ ხართ და დაგიჭერიათ ნული არა. ერთი ცალი ჩენსი. ამითი გამო. წავსულ ვარ და ნული დამიჭერია. სად? თეძამს. თეძამზე ხო, მაგრამ ხა ბავშვები წასულ ხართ, მაგრამ აი ესე რომ მთელი მოკლედ. ეგორი ამითი გამოგემშვიდობთ ამ ვიდეოს, ამით დავამთავრებ და სხვა ადგილზე დავეცემით. ახლა ამაღამ მიგავათენთან ღამე ვithევზავთ. კარგად იყავთ. მეგობრებო, ალაზანზე განცდილი ფიასკო შემდეგ მე და ბატონი დავითი. ფიასკო რა? ფიასკო არის იაღლიშის გაგორება რა, ოღონდ კულტურული იმითი. კულტურული ბაბო მაგაცამ კიდე რაღაცა მგონი ფრანგულია რაღაცა. მოკლედ ფიასკო ნიშნავს იაღლიშის გაგორება. აი იაღლიში გაგვიგორდა, მაგრამ ვერ დავდექით რა მაინც. როგორი? ნამდვილი მეთევზე ვერ დაიძინებს თუ ტბაში თევზი ეგულება. ხო და იქიდან წამოვიდეთ და მოვედით რომელ სოფელში ვართ. მოკლედ რაგუდეხის რაიონში ვართ. ერთ ტბას მოვაგენით რა, თუ ყარაულმა არ მოგვიწრო თუ ეპატრონა თოფი არ დაგცა, დავიწყებთ თევზაობას, ა ბატონო დავით. გადაგეფარე. გადამეფარეში. კაი კაცია, მეპატრონე და გითხრა რომ ჯანდაბასო, ეგრე უბლად არ დარჩეთ, ეხლა თევზაობას დავიწყებ და ავი თუ ახაც ვერ დავიჭირეთ და ბატონო დავით მეხამრედი დავიყენოთ, შეიძლება ამაღამ მეხი დაგვეცეს. მოკლედ დავიწყებთ ეხლა თევზაობას და ვნახოთ რა გამოგვივა მეორე ნაწილში. მოკლედ მეგობრებო, რა ხან ღამეა. და ღამეული თევზაობა. ფარანი გაწიე ცოტა იქით. აი ესეთი რაღაცა გვაქვს ტივტივა. ანათებს. რო სივნელეში დავინახოთ რა. ხო და ბატონი დავითი ეხლა ამას გამოცდის. ესე ნიყიდება ძალიან მაგარი რაღაცა ყოფილა. ბატონო დავით, მაიცა დავაფურთხო. რა. მიდი თევზო, უბრალოდ მოდი თევზო დიდო და პატარა. მე არ გამომდო ხა. ხო და გაიცი. სადღა გავიწევდა ცოტა რა. ოპა. აჰა. აი გაუჭერია, ხედავ. მოკლედ აი ესეა მთელი ამბავი. არტივტივებს ეს რა. ისე ხავს დააჭერი. აი რაღაცა უკვე ჩვენმა მეგობარმა ერთი თევზი დაიჭირა. რა არის კარჩხანა? კარტია. გოჭას ნებს. გოჭა. შვენიერი. ამო გამოძრო და ჩააგდე. რატო აყრუტო? მოკლედ მეგობრებო, აი ამ ტბაზე ვითევზავეთ. მე და ბატონმა დავითმა. და აი ამ ძაღლი დასაცინები გავხდით რა. ორი თევზი დავიჭერეთ აი ამ ხელა და აი ამ ფარნის ხელა. და ეგეც გავუშვით რა. ასე რომ ბატონო დავით ჩვენი დღეს ფიასკო განიცადეთ ორივე მიმართულებით. მართალია. მაგრამ ცხოვრება ზებრასავით არის. შავი, თეთრი, შავი, თეთრი. ეხლა თუ შავია, რაც ორ დიდხანს არის შავი, ხო? იმის ალბათობა რომ თეთრი დაიწყებ და კაი, უფრო იზრდება, გამიგეშენა.
ესე გამოგემშვიდობებით ამ ვიდეოთი, დავასრულოთ ესე ბატონო დავით. ვაჰ, დავით, ყველას წარმატებას გისურვებთ მეთევზეებსა, კარგად ვადებით შემდეგ ვიდეომდე.